გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ირმა ინაშვილი ვარ, ჩვენ ერთად ვიქნებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვიკავშირდეთ, ჩანს ტელეფონის ნომერი ეკრანზე, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. დღეს მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო ფასების თემით. ეს არის თემა, რომელსაც მთელი რამდენიმე თვეა აქტიურად განიხილავს კომისია, საპარლამენტო კომისია და ბოლოს მივედით რა ვითარებამდე. იმ ვითარებამდე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ქსელურმა მარკეტებმა თურმე გამოყვეს სპეციალური ადგილები, სადაც დაიკლო ფასებმა და ფასდაკლებით გაიყიდება პირველადი მოხმარების სასიცოცხლო პროდუქცია, რაც არის. ბრინჯი, ზეთი, პური და ასე შემდეგ. სინამდვილეში ისედაც აქციის ქვეშ არსებული პროდუქცია, რასაც ყვითელი ფასი ედო ხოლმე დახზე, გადმოიტანეს და დააწყეს ცალკე კალათებში და ახლა ეს ფუსფუსი მიდის ქსელური მარკეტების მთელ სისტემაში და ეს ქსელური მარკეტები, ეს ყაჩაღები და ეს არის მაფიოზური ქსელი, პირდაპირ ვამბობ ამას, რიგრიგობით ავრცელებენ განცხადებებს, რომ ჩვენ, იმიტომ რომ ზრუნავთ ხალხზე, გული გვტკივა ჩვენს მოქალაქეებზე, მასობრივად ფასდაკლების პროცესს ვახორციელებთ. სპეციალური კალათები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იმ ფენებისთვის, რომლებიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან, არის უბრალოდ მასკარადი, მორიგი მასკარადი. ხელისუფლების მხრიდან შემოგდებული სატყუარა, როდესაც რეალურ ფასდაკლებაზე, ქსელური მარკეტების სისტემის რეალურ გაჯანსაღებაზე კი არ მიდის საუბარი. არამედ თაროდან აიღეს ფასდაკლებული პროდუქცია, რაც აქციის ქვეშ ხდება ხოლმე და გადმოიტანეს, გადმოაქვთ უფრო სწორად რიგრიგობით ამ ქსელურ მარკეტებს ცალკე ადგილას. სოციალური კალათები დაარქვეს ამას. ესეთი მასკარადების სახელმწიფოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. და ამ ფონზე, ამ ფასების, ეგრეთ წოდებული ფასების კომისიის თავმჯდომარე ბატონი ბერეკაშვილი აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია თურმე იმ შედეგებით, რისთვისაც მიუღწევია ამ კომისიის საქმიანობას. ისე სხვათა შორის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ დადო, ბიუროზე კი დაურეგისტრირებიათ, მაგრამ აღარ გავა პლენარულ სხდომაზე. და მინდა გითხრათ, რომ ეს ფასადური, მასკარადული კამპანიები არათუ ჩერდება, წყდება, იცვლება ამ ქვეყანაში, არამედ ახალ ხარისხში ადის. კობახიძის ამ ორწლიანი მმართველობის თავარი შტრიხი, რაც არის, მინდა ყველამ კარგად გაიაზროს, ეს არის მასკარადები. რობიკო სტურუა ტირის ამათ ნიჭიერებასთან მიმართებაში რა. ისეთ სპექტაკლებს დგამენ და ისეთ მასკარადებს ასხამენ ხორცს, რომ თქვენ მადლიერები უნდა იყოთ თურმე. განა კარგად არ ცხოვრობთ? განა არ არის თქვენი შემოსავალი საშუალო ხელფასი 2400 ლარიაო თვეში. განა არ ყოფნით ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეიძინოთ პროდუქტები. ჯერ ამ ქსელურ მარკეტებს რომ გადავხედოთ, არც ერთ ქსელური მარკეტის არც ერთ წარმომადგენელს, არც ერთ კომპანიას არ გაუქმებია ქეშბექი, რაც არის მთავარი წნეხი. მთავარი ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი. არაფერში ფულს იღებს ესა თუ ის მარკეტი, ეს არის ქეშბექი ეგრეთ წოდებული და ძალიან დიდი თანხებზეა ლაპარაკი. ამის გარდა არის მაღაზიის ფასნამატი, კიდე რაღაც სარეკლამო ხარჯები და ის კი არ მოხდა, რომ შეიცვალა ეს ყველაფერი და ადეკვატურობის ფარგლებში ჩაჯდა. არამედ ქეშბექი ისევ ქეშბექია, წარმოებელს ისევ
არ შეუძლია თავისი პროდუქცია შეიტანოს ამ ქსელებში, იმიტომ რომ თათი ადევს. ესენი ერთმანეთთან ყველა გარიგებულია. ვერანაირი ახალი იმპორტიორი, მაგალითად, რომელსაც უნდა შემოიტანოს ძალიან მაღალი ხარისხის, ვთქვათ, კარაქი ჩვენს ქვეყანაში და ეს კარაქი დაბალფასიანია, ხარისხიანი და ფასით დაბალია, ვერ მოხდება ამ ქსელური სუპერმარკეტების სისტემაში. როგორ მოხდება, მეგობრებო, აქ ძალიან დიდი მონსტრი კომპანიები პირველივე საფეხურზე შეჭამენ ესეთ იმპორტიორს, ვისაც შემოაქვს ხარისხიანი და იაფი პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში. მეორეს მხრივ, ქართველი მწარმოებლები, რომლებიც ხედავთ ჩვენ, რომ ვერ ახერხებენ ხოლმე ვერც ბოსტნეულის რეალიზაციას და ცოტა ხნის წინ მარნეულში გამოვიდნენ კიდეც ფერმერები, აი ერთი კვირის წინ. ხილი არ ხდება ამ ყველაფრის დამუშავება, ერთი პატარა ქარხანაც არ არსებობს ქვეყანაში, რომ კი არ გადაიყაროს ეს ხილი, არამედ კომპოტი დამზადდეს, ჯემი დამზადდეს და ისევ მოხმარდეს ჩვენს მოსახლეობას. ასეთ ქართულ კომპანიებსაც პირველივე სტადიაში, პირველივე საფეხურზე ანადგურებენ ქსელური მარკეტების სისტემები. ისინი არიან მაფიოზური წარმონაქმნი ჩვენ სახელმწიფოში, აი ეს ქსელები დღეს შეთანხმებულად, იმიტომ ავრცელებდნენ ამ განცხადებებს და მხარი აუბეს ქართულ ოცნებას აღფრთოვანებაში, რომ შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ, არავითარ რეალურ ფასდაკლებაზე არ მიდის საუბარი და სამაგიეროდ, აბა გადახედეთ მთელი ეს მარკეტები და ეს ქსელური სისტემები სად რიცხავენ ფულს, რომელი პარტიის შემომწირველები არიან. სახელისუფლებო პარტიის ქართული ოცნების ხელი ხელს ბანს პრინციპით მიდის ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში, ხალხზე არავინ არ ფიქრობს, არც არავითარი პროდუქციის გაიაფებაზეა საუბარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მასკარადი, მორიგი მასკარადი, რომელიც დადგა კობახიძის მთავრობამ. პირდაპირ ეთერში პირველი ზარია, მოდით მოусმინოთ ტელემაყურებელს. გამარჯობა. ისაუბრეთ. ქალბატონო ირმა, ჩვენ მოვისმინეთ ასეთი რამე, რომ პარლამენტარები, ისინი ვაფია მინისტრები 15%-იან განამატს იმატებენ ხელფასის მსგავსად, პრემია აქვს, რა არის, რა ვიცი. ვერ გავიგეთ, კაცო, მაგათი ძიძებნება ხელფასები რომ დაიმატოს, ცოტა აქვს. ძალიან ცოდვები არიან, რომ კიდე იმატებენ. ჩვენ პენსიონერებისთვის 70-მდე პენსიონერი სულებს ხაფავს. რატომ ჩვენთვის არ აქვს დასამატებელი, ვერ გავიგეთ. ამდენი პული აქვს, ამდენი შემოსავალი აქვს, რა ვერ აქვს. ჩვენ ცოდვები არა ვარ. გამოიწვიეთ, ხალხმა გამოიწვიეთ, გადავიცამი თუ აკეთებენ. ესე იგი, ახლა კაი მანქანები, ახლა პარტიანი, პრემიები, დანამატები, ხელფასები, კეშბეკები, ვიზიტები, რა ვიცი, აკეთებს ჯანდაბა, დოდანა და ჩვენ პენსიონერებს თუ ხაფავთ. მადლობთ. არა, რატო? ხალხო, ერო, დემო, გამოიწვიეთ. მადლობთ, დიდი მადლობა, ვწუხარ რომ ცოტა ეკოისმოდა და არ იყო კარგი ხარისხით სატელეფონო ზარი, მაგრამ თქვენი მოსაზრებები აბსოლუტურად გასაგები იყო ჩემთვის. გამოფხიზლდით. ძალიან სწორი არის თქვენი მოწოდება, ძვირფასო ქალბატონო, იმიტომ რომ ეს გამოფხიზლება ნამდვილად გვჭირდება. სატელევიზიო აი ამ გამოსვლების არსით სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გავხსნათ რაში მდგომარეობს ეს ჩვენი უბედურება, საერთო უბედურება და რაღაცნაირად მოვახერხოთ ის, რომ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები და შემდეგ უკვე ვიფიქროთ იმაზე, რა ნაბიჯები გადავდგათ ერთად. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ კობახიძის ორწლიანი მმართველობა ეს არის მასკარადების ეპოქა ამ ქვეყანაში. ყველაფერში ტყუილი. პოლიტიკური პროცესი მოკლა და გაანადგურა. არავითარი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში არ არსებობს. გაანადგურა არასასურველი პოლიტიკური ოპონენტები
გააჩერა და უამრავი პრობლემა შეუქმნა პარტიებს, რომლებიც მისი აზრით საფრთხეს წარმოადგენენ მისთვის, პერსონალურად მისთვის. მან შექმნა იმიტაცია პოლიტიკური პროცესის და თვითონ ქმნის ახლა პარტიებს და ამ პარტიების წარმომადგენლებთან თუ ამ ექსპერტებთან, რომლებიც პირველად დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ ეწევა რაღაცა დისკუსიას თურმე სახელისუფლებო არხებზე, ესეც კიდევ ერთი მასკარადია, რომელიც ქართული ოცნების აი ამ ხელწერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მასკარადების პოლიტიკა ყველგან და ყველაფერში. და ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ძიმე მდგომარეობაშია დღეს. ხალხი გმინავს, ფეოდალები კი ხარობენ. აი ასეთ ქვეყანაში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. და როდესაც ჩვენ ამ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, მაშინაც კი, როდესაც პარლამენტში ვსაუბრობდი მე ამაზე და ვითხოვდი, რომ მოდით გავაკეთოთ სკოლებში უფასო კვება შემოვიტანოთ, იმიტომ რომ საშინელი მდგომარეობა განსაკუთრებით რეგიონის სხვადასხვა რეგიონების სკოლებში და ბავშვები რეალურად შიმშილობენ, მაშინ სწორედ ქართული ოცნების და კობახიძის გუნდის წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, რომ რატო აზვიადებთ თქვენ, სად არის ეს შიმშილი, სად არის გაჭირვებული ბავშვები, სად ხედავთ თქვენ ასეთ ბავშვებს და ამ დროს ამავე ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურა საქსტატი აქვეყნებს ხო მონაცემებს და 400,000-მდე ბავშვი ყავს ჩვენ ამ ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ საარსებო შემწეობას იღებს. ანუ ეს არის უკიდურესად გაჭირვებული ფენა ბავშვებისა 400,000-მდე ბავშვი, რომლებსაც აი ეს მინიმალური საარსებო შემწეობა რომ არ ჰქონდეთ, ეს ბავშვები ვერ გადარჩებოდნენ ფიზიკურად. და ესეთ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ბავშვი ყავს, ამდენი მშიერი ბავშვი ყავს, გამოდის და ხელისუფლება ამბობს, რომ აი მე ვიმსახურებ, იცით? და ჩემი მინისტრების მოადგილეებს და სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებს კიდევ უნდა მოვუმატო დანამატი, იმიტომ რომ мотиваცია გქონდეთ, სტიმული გქონდეთ და ამისათვის სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავეს ახლა, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირებულია უკვე, როგორც ვიცი, რომ მოხდეს პრემია დანამატების ზრდა ჩინოვნიკებისთვის და წახალისება მათი. ეხლა მინდა ყველამ სწორად გამიგოს. მე არა ვარ იმისი წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო მოხელეს გქონდეს ადეკვატური, მაღალი ანაზღაურება. მაგრამ ბალანსი ხომ უნდა არსებობდეს, როდესაც შენი სახელმწიფო მოხელეებისთვის და საკუთარი თავისთვის იზრდი მარტო აი ამ ხელფას და პრემია დანამატებს და შენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი, ხა ჩვენ ჯამურად რომ დავითვალეთ ბავშვები, პენსიონერები 1,800,000-მდე ავიდა ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობა, საერთო რაოდენობა, რომლებიც არიან ღარიბ ღატაკები. და აი ამ ფონზე გამოდის ქართული ოცნების ხელისუფლება და გვეუბნება, რომ თქვენ გაუძელით, იცით? და ჩვენ კიდევ დავიმატებთ პრემიებს და სხვადასხვა ფულადი ჯილდოებიც გვექნება კიდევ, თუ კარგად ვმუშაობთ. სინამდვილეში ეს ხდება იმიტომ, რომ ყველა უკეთურობა, ყველა არასწორი ქმედება მხარდაჭერილი იყოს მერე ამ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. და ყველაფერზე დახუჭონ თვალი და დაბრმავდნენ და დაუჭირონ მხარი ყველა მცდარ ნაბიჯში არსებულ ხელისუფლებას. აი ეს არის სინამდვილეში ამ დანამატების ნამდვილი მიზანი. ზარი კიდევ ერთი. ტელევიზორს ხმა ჩაუწიეთ, წინასწარ გეუბნებით უკვე. ახალი ტელემაყურებელი რეკავს ობიექტივის ეთერში და ბევრია ასეთი, მათ საყურადღებოდ მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო პატარა ახსნა განმარტება, რომ როდესაც დარეკავთ პირდაპირ ეთერში ტელევიზორს ხმა ჩაუწიეთ, ეკო რომ არ ისმოდეს.
ხო აი ხა თვალი მოვკარი კიდევ ჩემ ჩანაწერებში რომ 2025 წლის მონაცემებითო მე რო ვლაპარაკობდი 400,000-მდე ბავშვი არის რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება აი 379,947 ბავშვი ხო 400,000-მდე ბავშვი აბა რა არის არ ვიცი მეგობრებო რა ყოველი გადაცემა ჩემი იქნება ეს თუ ობიექტივის სხვა წამყვანების აგებულია იმაზე სად ვართ ჩვენ სად ვცხოვრობთ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს და ვხედავთ რომ ეს არის კლასიკური ტიპის ფეოდალური სახელმწიფო მონათფლობ ბატონყმური რა ვიცი სადაც ადამიანთა ერთი ჯგუფი გეუბნება მე მეკუთვნის ყველაფერი მე მეკუთვნის სახელმწიფო ყველა მისი ინსტიტუტი მე მეკუთვნის ეკონომიკა და ყველა მისი მიმართულება მე ძალაუფლებაც მეკუთვნის და ფულიც მეკუთვნის სხვათა შორის აი ეს ჯგუფი ადამიანებისა რომლებიც ხელისუფლების სათავეში არიან კობახიძის თაოსნობით იმასაც ფიქრობს რომ ხალხიც მას ეკუთვნის აბა რა ამიტომაც არის რომ ეს ხო ფსიქოლოგიური მომენტია ძალიან ბრაზდებიან ხოლმე როდესაც მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას როგორ შეიძლება მონამ უკმაყოფილება გამოხატოს პირიქით მათ უნდათ რომ ეს მონები მადლიერები იყვნენ იმიტომ რომ აი გავედით ეხა ჩვენ წეღან ვიყავი მე გამოვიარე სპარი ნიკორა ეს მთელი ქსელური მარკეტები მიცკევიჩის ქუჩაზე აგერ და მიდის ფუსფუსი რაღაცა იმთაროდან აქეთ აწყობენ პროდუქტებს ამთაროდან იქით აწყობენ და შესაკრებთა გადანაცვლები ჯამი არ იცვლება მოკლედ ზარი კიდევ ერთი გისმენთ ყურადღებით გამარჯობა დინა მოგესალმებით მიხარია თქვენი გამოსვლა თქვენი და ფარხან მოურავი მე ბორჯომიდან გირეკა აი ორკვირდები 72 წლის ხალი ვარ მისაუბრი ბავშვი და ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად გავატარეთ სოფელში გავდივარ და დავამთავრეთ აი რა ხედავი ქალბატონებმა ძალიან მორგებს ვარ თქვენი საქართველოს ეს ბავშვები უყურა რა შეიძლება ძალიან ეს პროდუქტი რანაირია ქალბატონებმა ეხლა უნდა იმას შეამოწოდა რა გლახა გადახაროთ არის ფირმა როგორი მიდით და თქვენი თავი დამანახავ თავრობას მე არაფერი არ და მე ჩემთავი არ მაინტერესებს მაგრამ აი ფილმების სიმსილები მეზობლე აი სუპერა რა ხალხი გაჭირვებულია აი ავტობუსით მოახვიდე დაღონებულია ბანკის შეხვიდე დაღონებულია ამდენა პროცესს გვარზე ქალბატონებმა 25% რა დაგიკლესო ქალბატონო მე ვხარი მე ბანკში გამოვჩავდი კომისიას 0% აღწერდეს ესა ხალხი შემოქონდა ხელფასები და მუშაობენ მუშები და მე პროცესი გაქონდა და უყარო და ის პროცესი დაგება და პოლი მაინც ბანკ ეხლა ძალიან იმასია არ ვიქნებ რა ხდება არის რა როტები უნდა ვიყოს ასე ხალხი მარტო სიმსალიკია ყველა მისწოდება ხალხა იყიდა სტაბლები აფრიაში და ტირე და რატო ტირი ხარ საბატონოებში ხო და ისავი პენსია და არ მეყო სტაბლებში ხარი და ხალხობინა და კურიკული არის მე თამათო მე რა უნდა მაგრამ აი არის გულამდე იმას ყველას გაჭირებული შეფიცები გადააკეთო მე და თვითონ არ ეცნია ასე კაცო არქენებზე კარგად მოვიდა მოდის მოგეცით მაგრამ თქვენ გაძლევთ მე მაგალითად იმას თქვენ ობიექტი რა ვიცი ვინ მოხდა და ვინ დავწე მაინც ხერხად სამართლიანი ხალხი კარგად განდებოდეს მადლობა კარგ ამაღლებას გისურვებ დიდი მადლობ თქვენი თანადგომისთვის აი ესეთ საინტერესო ზარისთვის და ეს არის რეალობა რაზეც ძვირფასი ქალბატონი საუბრობდა ეხლა პირდაპირ ეთერში მან ახსენა ხარისხი ну არ ვიცი რა ხდება რა იმ დღეს საუბრობდი გადაცემაში რომ კიბოს დაავადებები იზრდება საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი
აი ახლა ვნახე ეს მონაცემი 2024 წელს კიბოს 13,000-ზე მეტი ახალი დიაგნოზი დაისვა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი ციფრი არის ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ბოლო 15 წელიწადში საქართველოში მთელი 74%-აა გაზრდილი კიბოს ახალი დიაგნოზის გამოვლინების მაჩვენებელი. და მეგობრებო, ეს ხომ ყველას ესმის, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის უხარისხო პროდუქცია, რომელსაც სწორედ ეს სუპერმარკეტები გვტენიან ჩვენ დაბალ ფასში. გაიხსენეთ ერთი რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნიკორაში, ორნაბიტში, ვითომ ხელმისაწვდომი ფასებია და ვადაგასული არ ვიცი ამას ვინ შეჭამს საერთოდ ისეთი ძეხვი თუ ისეთი სოსისი არის გასაყიდად გამოტანილი. სოციალურ ქსელშიც იყო გავრცელებული აი ესეთი პატარ-პატარა ვიდეო ფაქტები. აი ეს არის გამოხატულება, იცით რისი? როგორც ცემენ პატივს მომხმარებელს და მე უცბად ამბობენ, რომ არ ვიცით ეს ვადაგასული იყო თუ არა, არ შეგვიმჩნევია. ასეთ პროდუქციას რო შეჭამს ადამიანი, გამოვა და ჰაერი მოწამლულია, სტრესის ქვეშ ცხოვრობს თითოეული მოქალაქე არ იღიმებიანო და რა გააღიმებს ამ ქართველ კაცს? არ ეღიმება, გული არ ხარობს და როგორ გაიღიმოს? ისეთი აფერისტი ვერ არის, როგორიც ყობახიძეა, რომ მასკარადებს ადგამს და დადის ესე დაწუხებული ქართველი ადამიანი თავის სამშობლოში. და ეს პატარა ჯგუფი აზის თავზე ბევრჯერ მithქვამს, ეს არის რაღაცა ძალიან პატარა ჯგუფი, იმიტომაც ვამბობთ, რომ ფეოდალური მართლობა ამ ქვეყანაში, რომ 0.7%-ის ხელშია მთელი ქვეყნის სიმდიდრე და ყველაფერი. და დანარჩენი 99%-ზე მეტი არა რა ისე იარსებე და ღაფესული და მიხვალ რა სადღაც წაგიღებენ მერე სასაფლაოზე. ეს თქვენ გონიათ არაგულწრფელები იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ თუ ქართული ოცნების პოლიტიკა არ მოგწონთ, დატოვეთო ქვეყანაო და წადითო ამ ქვეყნიდანო. ეს საერთოდ როგორ უნდა აკადრო შენს თანამოქალაქეებს, რომ ასეთი რამ უთხრა. თუ არ მოგწონარ, დატოვე ქვეყანა და წადიო და აიყარნენ ეს ჩვენი ოჯახები და ბავშვებთან ერთად ამოიძირკვა ეს ქართული ოჯახები და გადავიდნენ უცხოეთში საცხოვრებლად, იმიტომ რომ იქ იპოვონ პატარა ჭუჭრუტანა და მომავალი საკუთარი შვილებისთვის. აქ კი არა სამშობლოში, რომელიც მიტაცებული აქვს აი ამ ჯგუფს, ამ ბანდას, პოლიტიკურ ბანდას, ყობახიძის თაოსნობით, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. მთელი ამ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა მხოლოდ იმას, რომ ქვეყანა მოწყვიტა საერთაშორისო სამყაროს თლიანად. ვითომ რაღაცა ნეიტრალიტეტის, ნეიტრალურ პოლიტიკას ვახორციელებთ. და სინამდვილეში ეს არის თვით იზოლაციის და თვით განადგურების პოლიტიკა, რაც ხდება დღეს აქ ჩვენი ქვეყნის გარშემო. ყველას და ყველაფერს არიან გადაკიდებული მტრად. გარესამყაროს ხო გადაეკიდნენ. შიგნით საზოგადოება ყველასთან დაპირისპირებული. ოჯახებში განხეთქილება. ახალი თაობა, მე არ მეგულება სტუდენტი, რომელიც არ იყოს შეძრწუნებული ამათი პოლიტიკით. ჩვენ ნახეთ ეხლა ყოველ დღე აპატიმრებენ 2 დღიანი პატიმრობა, 5 დღიანი პატიმრობა ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა თურმე და აპროტესტებდა, გესმით, და ამათ ხო შეცვალეს კანონმდებლობა და ეხლა არ შეიძლება ტროტუარზე დგომა და რაღაცის გაპროტესტება. და აი ამ სტუდენტებს საჩვენებელ დაპატიმრებებს უწყობენ თვითონ უმაღლესი სასწავლებლების კიბეებთან, ეზოებში და აგზავნიან ციხეში. და ჩვენ ეს რო არ მოგწონდა და ასეთი ქმედებები რო არ მოგწონდა, იმიტომ ებრძოდით იმ სააკაშვილის რეჟიმს. თორე იქნებოდა ის რეჟიმი და კიდე დღესაც იქნებოდა, ჩვენ გულს რომ არ გაეწირა თავი. დღესაც იქნებოდა. და ეხლა ამ ვითარებაში ვხედავთ ჩვენ რომ
ნორმალური არის ეს თურმე რა, ამათი გადმოსახედიდან უკანონო კანონების მიღება, აი ესეთი ავტორიტარული კანონების, რაც ახლა სახეზე არის. და რა იყო ეს ჩვენ აბა რისთვის ვიბრძოდით, რა გვინდოდა ჩვენ, როგორ ქვეყანაში გვინდოდა ცხოვრება. მე გაოგნებული ვარ ხოლმე ზოგიერთი ქართული ოცნების მხარდამჭერის კომენტარებს რო ვკითხულობ სოციალურ ქსელში, ვინც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. არ შეიძლება მეგობრებო, არ შეიძლება ესეთი ვაზელინობა რა. იმიტომ რომ დამღუპველია ვაზელინობა პერსონალურად ამ ვაზელინის მომხმარებლებისთვის კი არა. საბოლოო ჯამში ქვეყანას აყენებს ზიანს. ოპოზიცია არ არისო და ის რა ოპოზიციაზე ლაპარაკობთ ერთი რო გადახედოთ ამ პოლიტიკურ ველს მართვადი კონტროლირებადი პარტიები და მიდი უბერავს როგორც უნდა რა და ამას უწოდებს ბატონი კობახიძე სახელმწიფოს მართვას თურმე ზარი კიდევ ერთი მოგესალმებით კალბენ გამარჯობათ ურთულესია ესე იგი მდგომარეობა და აბსოლუტურად ყველაფერს მე მგონი ნათელია რომ აი ამ ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდებით უკვე თვლილები ამხელება პრაქტიკულად შეუძლებელი მე ჩემოთავაზეთ მიგნებულია პროექტი იდეა რომელიც პრაქტიკულად ყველა იმას გადაწყვეტ პრობლემას რომელიც არსებობს და არა მარტო საქართველოს ხოდა პრეზიდენტის კიდევაც რო დაკავშირდებით და იცით რა ეხლაც გეუბნებით პირდაპირ აი პირდაპირ ეთერში გეუბნებით როცა მზად იქნებით როცა გაგეხარდებათ არჩილ ცაგარელის 74 2 საათის შემდეგ ნებისმიერ დღეს მობრძალდით და დაგხვდებით და მოგისმით. თქვენ თუ ამ ქვეყნის გადარჩენის გეგმა გაქვთ მოფიქრებული, აფერუნ თქვენ ქართველობას და თქვენს ნიჭიერებას. გელოდებით ძალიან ყურადღებით მოგისმენთ გარწმუნებთ და ჩემი პრობლემა იმაშია ალბათ რომ ლოდინათ ვარ მე და აი მოსვლა არ შემიძლია ამაშია ჩემი მაშინ მე ვთხოვ ჩვენი პარტიის ვერ შეგპირდებით რომ მე მოვალ არა მოსვლა არა უბრალოდ არა როგორ მოგისმინოთ ტელეფონით კი გენაცვალე ვისაუბროთ ტელეფონით დროს და რომ ტელეფონზე მოპეროთ დაგირეკავთ ეთერის შემდეგ მოკლედ სულაც არ არის გასაკვირი თუ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეს აქვს გააზრებული გეგმა როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან ნამდვილად ყურადღებით მოგისმენთ და თუ რამე რაციონალური არის ამ თქვენ გეგმაში საქართველოს გადარჩენის გეგმაში გარწმუნებთ რომ აუცილებლად გავიზიარებთ ამას ჩვენ ვლაპარაკობთ გულის ტკივილით ვლაპარაკობთ ყველაფერი იმაზე რაც ხდება ამ ქვეყანაში რომ გადავხედავ ხოლმე გზას, რომელიც გაიარა ჩვენმა მოძრაობამ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის მერე, როცა შეიქმნა ობიექტივი, მერე წინააღმდეგობის მოძრაობა, შემდეგ პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსი. აი მთელი ეს წლები ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლის ქარტეხილების წლები. და აი ამ გადასახედიდან პირდაპირ გეუბნებით მე ვხედავ რაღაცნაირად რომ თითქოს წყალში არის იცით ეს ყველაფერი ვითომ არც გიბრძოლია ისეთ რაღაცას მოისმენ შენ გავლილ ნაბიჯებზე აი შენსავე შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე ისეთ შეფასებებს თუ ისეთ ინტერპრეტაციებს მოისმენ რომ გაგაგიჟებენ რა აი ძალიან ბევრი ფაქტი ისეთი თუნდაც როცა მუშაობდა პარლამენტის კომისია ხო თეატრო ლუკიანის კომისია აუ ისიც და რა ამბავი ატეხეს რომ ნაცები უნდა გავასამართლოთო თუ გადახედეთ ერთი ბიოგრაფიები არ გაინტერესებთ ხალხო გადახედეთ ქართული ოცნების დეპუტატების ბიოგრაფიებს რა ხალხია ეს 80% არის ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული და გადმოსკუპებული ქართულ ოცნება და ვის ასამართლებდნენ ესენი რა საინტერესოა და ბოლოს იმუშავა ამ კომისიამ
ნაციონალური მოძრაობა უკვე აღარ არსებული და შერწყმული ქართულ ოცნებასთან ის უნდა გაესამართლებინათ და ბოლოს პაპუაშვილი გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და მეგობრებო მინდა გახაროთო და გაცნობოთო რომ ამ კომისიის საქმიანობის შესახებ დაიბეჭდება წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზეო ყოჩახ თქვენ რა მაგრამ ვის ველაპარაკებით ეს პაპუაშვილი საიდან არის მოსული რა deep state დღეს კიდე ახალი წერილი გამოაცხო ზაზა შათირიშვილმა. ნუ პატივცემ ზაზას ვიცნობ კარგად, მეგობრობთ ჩვენ და მე არ ვიცი. რბილად რომ თქვა, ძალიან ესეთი გაკვირვებული ვარ თვითონ ამ წერილების ციკლით. და deep state თურმე რაღაცა და გამოდის რომ ეს პაპუაშვილი deep state-თან მუშაობდა. სოროსელი კობახი და deep state-ის კადრების სამჭედლოდან არის გამოსული. აბა საიდან არის? იქ მუშაობდა ეგეც, პაპუაში, სხვა დანარჩენები კიდე და ახლა თურმე იმ არ არსებულ რაღაც უჩინ-მაჩინ deep state-ს ებრძვიან ესენი. და თანაც ჩვენს ხალხს და საზოგადოებას ამტკიცებენ რა რომ სუვერენიტეტს ვიცავთ თურმე ჩვენ. და სუვერენიტეტის დაცვა არის კონსტიტუცია ჯიბეში რო გაქვთ ჩადებული. და აი ეს მაგალითი, ესეთი მკაფიო მაგალითი ამ კონსტიტუციის ჯიბეში ჩადების არის რაც ხდება ახლა კანცელარიის წინ, როდესაც დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე თითქმის ერთი თვეა აქციას მართავენ. მეგობრებო, ქართული ოცნების და კობახიძის ხელისუფლებავ. ჩვენ გვესმის რომ ეს პრეპარატები, რასაც ითხოვენ მშობლები არის ძალზე ძვირადღირებული პრეპარატები. ჩვენ გვესმის გადასარევად, რომ ნაწილი ამ პრეპარატებისა ჯერ კიდევ გადის კვლევას და რისკ ფაქტორებიც არსებობს. ეს ჩვენც გვესმის და მშობლებსაც ესმის. თუმცა არის პოზიტიური მაგალითები, პოზიტიური პრაქტიკა, პოზიტიური გამოცდილება და მედიკამენტები, რომლებმაც აჩვენეს უკვე იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ იტალიაში და იტალიაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ მე, რომ ქონდა ძალიან პოზიტიური და დადებითი შედეგი. და მშობლებიც სწორედ იმას ითხოვენ, რომ მოდით დავსხდეთ ერთად ვიმუშაოთ, რომ რამენაირად მივაღწიოთ ამ წამლის შეძენას. და როდესაც წამლის შეძენაზეა საუბარი, მხოლოდ სახელმწიფო კი არ იღებს ამ ტვირთს, თუ სწორად იმუშავებ, წარმოებელიც აკლებს ფასს, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ რაღაცა წვლილი შეიტანონ ამაში. შეგვიძლია საერთოდ რეგიონული ერთობა რაღაცა კოალიცია შევქმნათ. ჩვენ სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რა ვიცი, ჩვენმა მეზობლებმა. მათაც ყავთ დიუშენი დაავადებული ბავშვები და რაღაცა ერთობლივი მოლაპარაკებები ვაწარმოოთ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომ ფასი იყოს ხელსაყრელი, ბევრი რამ შეგვიძლია. იტალიაში მაგალითად არის შექმნილი ინოვაციური მედიკამენტების ფონდი, რომელიც აი ესეთ ბავშვებს უზრუნველყოფს წავლით. კურნა ეხა მეტყვით, რომ იტალიის ბიუჯეტი და ჩვენიო, იმისი შესაძლებლობები და თქვენ დალოცვილი შვილებო, თქვენა მილიონერები თქვენ ახართ ქართული ოცნების ხელისუფლებას ვეუბნები ეხლა. თაბარი, ღელე, მდინარე და ნაძვის ხეები თქვენ აგაქვთ და მისაკუთრებულ დატაცებული და რა ვიცი, ამ ბავშვებისთვის გიკვირთ, რომ ეს წამალი ძვირია და თურმე ძვირადღირებული წამლის შეძენა სახელმწიფოს გაუჭირდება? სახელმწიფოს გაუჭირდება და დონორებთან უნდა იმუშაოს, მეზობელ ქვეყნებთან უნდა იმუშაოს და აჩვენოს ამ ბავშვებს და მშობლებს, რომ ზრუნავს, დარდობს, ფიქრობს, წუხს და უნდა ამ საკითხის გადაწყვეტა. ის კი არა, რომ კანცელარიის ფანჯრებიდან უჭყიტინებთ ამ მშობლებს, წვიმაში და ქარში როცხედან კანცელარიის წინ და ბავშვებს კიდე ინვალიდის სავარძლებით რო დადიან. არ ვიცი და ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი. ძალიან გულსატკენია, იცით რა? უგულობა არის გულსატკენი პირველ რიგში. რასაც ვხედავ და
ეს ტესტია, იცით? ტესტია, როგორი ტიპის ხელისუფლებასთან აგვაქვს ჩვენ საქმე. რა გახდა? გამოდი იმ კანცელარიის შენობიდან, კობახიძე ხარ თუ პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი და ჩადი ამ ბავშვებთან. ჩადი მშობლებთან, მოეფერე, დაელაპარაკე, ანუ გეშე. გაუხსენი ამ კანცელარიის კარი, ეგ მამა პაპამ დაგიტოვა კანცელარიის შენობა, შენი პირადი საკუთრებაა? იქ ხო არის მოსახლეობის მისაღები, ოთახები, დარბაზია, შეიყვანე ამ დარბაზში მშობლები, ბავშვები, მოიწვიე ექიმები, შეიქმნას კომისია, დაიწყოს საუბარი და მუშაობა იმაზე, რომ აი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ ხალხო. და აი ამ ქმედებების ნაცვლად ჩვენ ხედავთ, რომ ბავშვებს ჩაუყენეს პატრული კარებთან. სირცხვილი თქვენი გცხვენოდეთ, ყველას გცხვენოდეთ. ჯანდაცვის მინისტრიდან დაწყებული კობახიძით გაგრძელებული, რომლებსაც შეგიძლიათ მეტი გულისხმიერების გამოჩენა, მაგრამ არ იჩენთ. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობა. გაგიმარჯობა. სავალი და კურნალი გაუცილებლად ამ საოცარ ბავშვს და ყველა საჭიროების მიხედვით ყველა დაავადებულ ბავშვს. ეხლა რა ინტერესებს? გადაწყვეტილება მეთანხმები თუ არა რომ რეჟიმების თავდასხმობა გაუჩინობის სინდრომის შედეგია. აქედან მაქვს ორი შეკითხვა. პირველი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაასამართლებ თუ არა ადეკვატურად სახელმწიფო დამნაშავეებს დანაშაულის ხანდაზმულობის ასაკის მიუხედავად. და მეორე, ამის გარდა რა წარმოგიდგენთ? მაგალითად, საკანონმდებლო აქტს, რომელზეც დათანხმება არ დათანხმება, იქნება ყველა პოლიტიკური ძალის ილუსტრაცია. ძალიან ვთქვათ, ამეცი თავზე პასუხი. მადლობა. კი ბატონო. სხვა შორის ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, დამნაშავეების დასჯაზე, გასამართლებაზე, ჩვენი მოსაზრებებით იცით, თქვენ ხანდაზმულობის სახელმწიფო დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს. სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს არ აქვს ხანდაზმულობა. ასე რომ ეს დანაშაული საკვანძო დანაშაულებები, საზიანო ჩვენი ერისა და სახელმწიფოსთვის დასჯადი აბარა არის და ამაზე ორი აზრი არსებობს. ისევ აქეთ მინდა გადმოვხტე, იმიტომ რომ რაღაცა როცა მიყავს გადაცემა და ეშხში ხარ შესული და საუბრობ ერთ თემაზე, მეორეზე ვეღარ ხტები მე ესე ადვილად და იტალიის გამოცდილება ვახსენე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო წეღან, იტალიას აქვს ევროპაში ყველაზე საუკეთესო გამოცდილება დიუშენის დაავადების მართვის. იტალიაში არსებობს ერთ-ერთი მსხვილი მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია და იტალია ახერხებს იმას, რომ მართოს ეს დაავადება. 9-ზე მეტი ბავშვი ყავთ ჩემი ინფორმაციით და ახერხებენ იმას, რომ უზრუნველყონ ეს ბავშვები მედიკამენტითაც და კიდე ამას სხვა კომპონენტები აქვს, მუდმივი შემოწმება, ვარჯიში და ასე შემდეგ. განა ასეთი ძნელია, რომ იგივე იტალიის საელჩოს დაველაპარაკოთ, იყოს იტალიის ელჩი, ჩვენი შუამავალი, ჩვენი ხიდი, გავიზიაროთ მათი გამოცდილება, რაღაცა შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ, ხომ? მაგრამ არა, ეთყობა ეს იტალიის ელჩის deep state-ია მათი გადმოსახედიდან და როგორ დაელაპარაკებიან კაცო. არ ვიცი რა, არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ის რაც ხდება ახლა ჩვენ თვალწინ, არის ძალიან გულის მომკვლელი რა. ზარი კიდევ ერთი. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ხალხობრივი ჰუმანიტარული დავითარების და თავისუფალ ბაზარზე აკმეცნიერო ბრიგადის როგორ თქვა. არ მესმის. ანუ ჰუმანიტარული დავითარების და თავისუფალ ბაზარზე აკმეცნიერო სოციალური გადის. კარგით, მადლობთ სამწუხაროდ. კარგად ვერ გავიგე არის მოდა კარგად აფხაზეთის ომის დროს კანტუზია მაქვს მიღებული და ეთყობა კარგად ვერ გავიგე თქვენი აზრი არ მოვიდა ჩემამდე. სამწუხაროა ძალიან საერთოდ ბავშვებისადმი ესეთი დამოკიდებულება. ჩვენ რისთვის ცოცხლობთ და ან პოლიტიკა რად გვინდა და საერთოდ რატო
გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესში ან საერთოდ რა მოქალაქეები ვარ და რომელი ერიშვილები ვარ ჩვენ თუ აი ამ ბავშვებს ჩვენს მომავალ თაობას ვერ მოუვლით ვერ მოვეფერებით ესენიო არ არის განკურნებადი დაავადებაო განუკურნებელი გენეტიკური დაავადება არის დიუშენი ვიცით ბატონო მშობლებმაც იციან მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მიდის საუბარი და სიცოცხლის გახანგრძლივება სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასია მშობლებისთვისაც და ამ ბავშვებისთვისაც და ხას უსვამ და კიდევ ერთხელ ვამბობ იმას რომ სახე ჩანს ხელისუფლების როგორ ეპყრობი ამ ბავშვებს აი ისეთი ხარ და ასეთი უნდა დაგინახოს ამომრჩეველმა რომ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო მერე არჩევნებზე ისე ვერ მიიღო ის ხმები რომ გაყალბებაც ვერ მოახერხო რასაც გადასარევად ახერხებენ და მე დამიმტკიცე აბა ერთი რა კაცი მივიდა ოჯახის წევრებთან ერთად ოჯახის წევრებმა მიცეს ხმა 5 ხმა იყო ჯამში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და 0 ეწერა საარჩევნო უბნებზე და წადი ეხა თავის თავს არ მიცა ანუ ხმა და დაამტკიცეო ეხლაო რომ გაყალბდა თუ არა არჩევნებიო გესმით ზარი კიდევ ერთი გამარჯობა ხალბატონო ერმა ძალიან სწრაფად ვილაპარაკეთ რომ თუატაგა იცით უცხილალესია თქვენი გეგმა იტალიასთან ურთიერთობაზე მაგრამ მომიტევეთ რაღაცა რადიოს უსმენდი და დღეს ითქვა რომ გონი ყველანაირი კავშირი წვეთს თუ ევროკავშირთან და თუ რა ვიცი რაღაცა ჩემი პრობლემებით ვიყავი გართული და ვერ მოვისმინე ეხლა რატომ ამბობ ბავშვებთან დიუშენის ბავშვებთან დაკავშირებით თურქეთის სტამბოლის და ანკარის კლინიკები აბსოლუტურად ინტეგრირებულია ევროკავშირის ყველა წამყვან კლინიკასთან ეს იქნება გერმანია თუ იტალია თუ საფრანგეთი და აი თქვენ ზუსტად რა თქვით რომ იგივე თურქეთის კლინიკებთან თურქეთი ხომ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება ამ ხაზით მაინც და თქვენც ჩაერთოთ ხალბატონო ერმა დიდი მადლობა მადლობთ მე ჩართული ვარ ძალიან ყველაფერზე საჯაროდ არ მინდა საუბარი თუმცა დასამალიც არაფერი არ არის როგორ შემიძლია ამ რჩევებს უზიარებ მშობლებს ობიექტივის კარი ღია არის იმ მშობლებისთვის რომლებიც ერთი თვეა სხედან ღამეს ათენებენ სახელმწიფო კანცელარიის წინ და მე მაქვს ესეთი ინიციატივა და მინდა გავაჟღერო ამ გადაცემაში რომ ყველა მოწვევის პარლამენტის ქალ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო შეკრებისკენ. ყველა მოწვევის პარლამენტში იყვნენ და გამოდის სხვადასხვა თაობის მანდილოსნები, რომლებიც გამოირჩევიან აქტიურობით, აქვთ კონტაქტები, შეუძლიათ რაღაცა საკითხების დაძრვა და ამ საქმეში წვლილი შეტანა. და მე მინდა სწორედ მივმართო როგორც ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, ამ ქალბატონების კოლეგამ, მთელ ამ პოლიტიკოს ქალბატონებს, ყველა მოწვევის პარლამენტის მანდილოსნებს, რომ შევიკრიბოთ, შევქნათ ჩვენ რაღაცნაირად საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხიდი იქნება, ხიდის ფუნქციას შეასრულებს, დადებს რეკომენდაციებს, ექიმებს მოიწვევს, ამ მშობლებს ჩართავს, დიპლომატიურ კორპუსთან იმუშავებს, რაღაცა გავაკეთოთ მეგობრებო რა. გითხრათ სიმართლე, მეც ნედლი აზრები მაქვს და გუშინ წინ დავეკონტაქტე რამდენიმე მანდილოსან დეპუტატს და გამოთქვეს მზადყოფნა ჩართვის ამ კამპანიაში და ამ პროცესში არ შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ სტუდიებიდან და ფანჯრებიდან უყურებდეთ ამ ბავშვებს. არ აკეთებს ხელისუფლება იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, ჩვენ გავაკეთოთ. ჩვენ ვიაქტიუროთ, ჩვენ დავდოთ რაღაცა გამოსავლის გზები, გვაქვს რესურსი, მივწეროთ ამ წარმოებელ კომპანიებს, მივწეროთ თურქეთის, იტალიის კლინიკებს, არ ვიცი, ყველა შევძრათ. გავაკეთოთ მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია, იმიტომ რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მე ყველას ვარწმუნებ ამაში. სულ 100 ბავშვია, გცხვენოდეთ მართლა, როგორ არ შეიძლება ამ 100 ბავშვს მოუაროთ?
ის ხომ შეგიძლიათ მილიონიანი ქონებები და ამაში ხო ხართ ნიჭიერები კაცო და წამოჭიმული ვილები იმ დღესაც ვიხსენებდი შავნაბადას გზაზე რო ადიხარ ადრე ბორის ძნელაძე იყო იქით რაღაც ცენტრი და გადაშენებული ამ ვილებით და რა გახდა ეს 100 ბავშვი და რა გახდა იმაზე ზრუნვა რომ მივახციოთ რაღაცა შედეგებს ხო არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს ეს სხვა მაგრამ ეს გათვლილია დაღლაზე ამათი ხელწერა ეგ არის რომ დაიღლებიან და დაიშლებიან როდემდე ის ხდებიან იყოს ეს და წვიმა ქარია სიცხე იქნება რა და სულ იქ ხوارის ხდება რომც არ იხდნენ მშობლები იქ პრობლემა ხო არ იხსნება ამით ხო და ხომ არ შეიძლება ჩვენ თვალს ვადევნებდეთ როგორ გამოდის რომ წირავთ ამ ბავშვებს აბა სხვა რა უნდა ეწოდოს ამას ამიტომ კიდევ ერთხელ ეს დღევანდელი ჩემი გადაცემაც საჯარო მოწოდება იყოს იმ პოლიტიკოსი მანდილოსნების მიმართ რომლებიც სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატები იყვნენ მე გთავაზობთ გავაერთიანოთ ძალები შევიკრიბოთ გავავრცელებ საჯარო განცხადება სოციალურ ქსელებში და ვიმოქმედოთ იმისათვის რომ გადავარჩინოთ ამ 100 ბავშვის სიცოცხლე გავახანგრძლივოთ გახანგრძლივება გადარჩენა უკვე მალე დამთავრდება ეს ჩემი დღევანდელი გადაცემა ბევრ თემაზე მინდოდა კიდევ საუბარი თემებს რა დალევს მაგრამ გადაცემის პირველ ნაწილში მე ვახსენე ახალგაზრდები რომლებსაც იმის გამო აპატიმრებენ რომ ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკას ეს ნორმალურია ქვეყანაში უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი განსხვავებული ხმა და ჩვენ არ ვიცი ხა მე საბჭოთა კავშირი რა კობახიძე ხა საბჭოთა კავშირს ალბათ მოესწრებოდა რაღაც ბოლო წელს რა პატარა იქნებოდა ასაკით ხო აი ესე გადმოიტანო საბჭოთა კავშირი და ჩადგა საქართველოში არ ვიცი რა სხვა მე წინა ეპოქა არ მახსენდება ესეთი აშენებენ რაღაცა ფეოდალურ საბჭოთა კავშირის სტილის სახელმწიფოს საბჭოთა კავშირს იცით რა კონტექსტში ვამბობ მასკარადების კონტექსტში საბჭოთა კავშირის და საბჭოთა პროპაგანდის სტილიც იყო ეს რა ტყუილზე გაზეიმებდნენ გაცეკვებდნენ და გამღერებდნენ და ესეც ამას არ აკეთებს აბა რას აკეთებს და სულ 2 წუთია გადაცემის დასრულებამდე დარჩენილი თავარი რა მინდა რომ გავიაზროთ ეს ახალი თაობა რომელიც აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას და არ მოწონს მოდით ახლა ვთქვათ ახალგაზრდობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ მოწონს რაც ხდება რატო აკეთებ იმას რომ მომავალი თაობა იყოს მტერი შენი მტერი როგორ ახერხებ ამას კობახიძეს ეხება ეს პირველ რიგში იმიტომ არც ერთი წინა პრემიერის დროს ესეთი ანტაგონიზმი და ესეთი ღვარძლი და დაპირისპირება და მტრობა არ ყოფილა არც თაობებს შორის, არც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, არც საზოგადოებაში, არც ოჯახის წევრებში. ეს შევიდა კობახიძის მმართველობისას განსაკუთრებულ რაღაცა სიგიჟეში, ესე ვიტყოდი მე. და ამას როგორ არ უფიქრდებით რომ ეს ახალი თაობა დღეს რომ ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებთ თქვენი მტერი ხდება და თქვენი მტერი თაობის ფორმირება მოახდინეთ თქვენივე ნაბიჯებიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ მინდა მე ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს მივმართო და უთხრა და არ ვიცი ვერ მალავ მე ჩემ გაკვირვებას, ნუ თუ ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი ამ კაცმა გააკეთა ყველაფერი ცუდი ამ 2 წელიწადში. გადაანებოს თავი, სადღაც სხვაგან გავუშვით, სხვაგან იმუშაოს, პრემიერობიდან წაიყვანეთ, გაათავისუფლეთ რა ამ კობახიძისგან საქართველო. და იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ პირადად თქვენს მიმართაც რა სანქციებიც აღმოცენდა და რაც შეიკრა წრე ამ კაცის პოლიტიკის შედეგია ეგა
და ყველაფერი ის რაც ამ ქვეყნის თავზე შავმაღრუბლებმა მოიყარა თავი კობახიძის პოლიტიკის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი ცვლილებებია საჭირო მე თუ მკითხავთ მთელი ქართული ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან მაგრამ ამ პირველ ეტაპზე კობახიძისგან გათავისუფლებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დიდი მადლობა ყურადღებისთვის ობიექტივი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას მე კი გემშვიდობებით ნახვამდის